ჩვენ ვიყოფებით მეგობრებო ჩემი მეგობრის ლევან ნოზაძის ოჯახში, სახელოსნოში და წინ გელოდება მთელი საათი, სადაც გავეცნობთ იმის შემოქმედებას, საიდან შედგა ჩვენი მეგობრობა და მანავდის კი ზოგადი მიმოხილვა მინდა გავაკეთო მაინც რომ თვითონაც რო არ გააჩინათ ბოლომდე წამოდგენა რომ რა მისიას ასრულებენ, მოდი ამას კიდევ ერთხელ მადლიერებით გადავხედოთ. მოკლედ ზღაპარი იწყება ასე. იყო და არა იყო რა. ძალიან ბევრი აღწნა ამ დასაწყისს, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე ჩამოყავდი მე თვითონ რომ იყო პირველ ყოვლისა შემოქმედი ღმერთი, იყო სულიწმინდა სული ღვთისა და არა იყო რა არაფერიც არ იყო, ანუ ეს დასაწყისი ძალიან ესადაგება ბიბლიის, ანუ შესაძლოა პირველ თავს რომ უსახური იყო ქვეყანა და სული ღვთისა იქცეოდა წყლებს ზემოთ. თქვა უფალმა იქენი ნათელი და იქნა ნათელი და ეს ნათელი გადაიღვარა ყველაფერში, ყველა ნივთში, ყველა საღანში, ყველა ქნილებაში, ყველა იზრში და სული ღვთისა იძროდა წყლებს ზემოთ. ამდენად შემდეგ გადავიდა ალავეც ღმერთი ადამიანთან და თქვა რომ მოდი შენ იყავი ნაცლიაო, ყველას ბუნება გაიგეო, ვინცას აკეთებსო, ამას ქვია არსებითი სახელი, შინა არსი და გააგრძელე ჩემი საქმე, ვიყავი შემოქმედიო და მოკლედ ადამიანიდან გამომდინარე მე ჩვენ ადამიანები მისი შთამომავლობა ვაგზავნებთ აი ამ შესაძლოა გრძელდება ადამიანთაურებულა ამდენად პირველ ყოვლისა ეს მისია აკეთიათ ყველა ხელოვან ხალხს. თვითონაც კი აეციან რა და როგორ კერძოდ როცა ნიკალას კითხეს რომ ნიკალა რატო ხატაო ესე თავ დაუზოგოთ, ნიკალა მოთხრა მეც არ ვიცი წმინდა გიორგი თავზე მადგა მას ახს მითხრავს დახატე ნიკალა და მეც ხატაო და ყველა ხელოვანს თავზე წმინდა გიორგი ედგა, ასე რომ ყველა ხელოვანი ამ კუთხით არის თანაშემოქმედი, თანამწივერი უფლის და წმინდა გიორგის მხედარი და მეომარია. კარგი, დავიწყოთ და ჩვენ მაყურებელს უთხრათ, ძირითადად ჩვენ რა გვინდა მე და ვაჟა რისთვის გესტუმრეთ ეს ძვირფასი ნამუშევარი უნდა მივიდეს ჩვენ ახალგაზრდა მშობლებთან. აქ არის წარმოდგენილი ხელოვნება, ადამიანის სიყვარული. თუ ადამიანს ადამიანი არ უყვარს და ის ბოროტია, ამ ყველაფერს არ შექმნიდა. ეს პირველი ნაშრომის წარმოსახვა არ ხდება, რომ ადგე და უეცრად დაიწყო. რა თქმა უნდა. მამა იყო, ბაბუა იყო, საიდან წამოვიდა? რომ მოკლედ პაპიდან კი ბატონო მივხვდი კითხვას უკვე არის ესეთი სოფელი ფონა იმერეცა და ხაშურშვილი უკვე აი ხოდა ნოზაძეები იქიდან ვართ ფონადან წამოსული. ფონა მე-19 საუკუნეში დასაწყისში ლეკიანობა როგორ იყო მე-18 საუკუნის ბოლოს რამხელაზე იყო ლეკიანობა რომ ფონაში ჩამოსულან და დაუქცევიათ სოფელი. იმ ღამეს ეს ნოზაძეების სოფელი ყოფილა, დიდი სოფელი ყოფილა და მშრომელი ხალხი. და ძირითადად ხელოსნობა, მესაქონლეობა და მიწათმოქმედება სამივე ყველაფერში. დაცემიან და ცოლი 6 ქორწილი ყოფილა. 6 შემოდგომა რომ მოვიდოდა ხო ღვინობის თვე და სხვა სოფლიდან რა თქმა უნდა ქალები მოიყვანეს, ქორწილი ყოფილა და ფაქტია ჩათვალე რომ 6 ქორწილს მთელი სოფელი ჩათვალე რომ მეომარი ხალხის ყველა თვრალი იყო და დასცემიან. სწორედ მაშინ დასცემიან და ვინც გადარჩა და პაპაჩემის ესე იგი ლევანის იმის მოსახელე მე ვარ, პაპაჩემის პაპა წამოსულა თავისი ოჯახით ვინც გადარჩენ, ვინც გამოასწრო, ეგრე ბორჟომის ხევი წამოსულან და ასულან იმაში წალკაში. წალკიდან დაშვებულან მანგლისისკენ და უნახიათ ერთი ძველი ნასახლარი. ისაც ხოსო ომების ადგილი იყო. წალკის მხრიდან მთელი თურქობა სპარსეთი მან და შემოდიოდა. და მანგლისამდე არ მისული 15 კილომეტრში არის ეს სოფელი, დღეს თქვია ახალ სოფელი. თეთრიწყაროს რაიონი არის. მან დასახლებულან და ოტიარქმევია. პაპაჩემის პაპას, ვინც წამოვიდა. ხო და ამ ოტიას რაღაცა გამოქვაბული უნახია იქა და იმ გამოქვაბულში ეხლაც არის ეს გამოქვაბული. დროებით იქ უცხოვრია ეკლესია იდგა.
საკმაოდ ძველი ეკლესია არის. ეკლესია არ დაუნგრევიათ მომხდურებს. ხო და იქ დასახლებულან, იქიდან მერე ნელა-ნელა გაუშენებიათ და სოფელი საკმაოდ ძლიერი სოფელი შეიქმნა. და სწორედ ეხლა ეს პაპაჩემი ლევანა ვისაც გეუბნები, მამამის ერქვა ნიკოლოზი, პაპაჩემის მამას ნიკოლოზი ერქვა, იმას ყავდა ორი შვილი, ერთი პავლე და მეორე ლევანა. პავლე ომში დაიღუპა და პაპაჩემი დაუტოვებიათ როგორც კარგი ხელოსანი. ასე ვთქვათ. რის ხელოსანი? ხელოსანი, ესე იგი ყველაფერს. ჩავთვლი, ესე იგი მთელ სოფელს უვლიდა თუ სადმე გაუნათლებელი კაცი იყო, სკოლა კი ქონდა დამთავრებული. და კაცი ლაპარაკობდა თურქულად, ბერძნულად, ბერძნები ხო ცხოვრობდნენ იქა. ბერძნულ თურქული ცოტა არეული იყო ხოლმე. და ქართული და რუსული იცოდა სომხური. ხუთი ენა იცოდა. მე მგონი 4 კლასი ქონდა განათლება, მეტი კი არა. ელექტროობა, ტრაქტორი გინდა და მჭედელი იყო ძირითადად თვითონ და აკეთებდა ურმებს. მე დარწმუნებულია პაპაჩემს რომ კაიდრო შეხვედროდა და ის დიდი ხელოვანი იქნებოდა. მაგრამ ხელოვანი იყო თავის საქმეში ზმაო, აკეთებდა. იქიდან მოგდეს ჩემი ძმა ბესიკი ნოზაძე, რომელიც ღმერთმა გაანათლოს. არ არის ჩემი ძმაც უფროსი ძმა. ეხლა იმის ნამუშევრები აქ არ მაქვს. სამწუხაროდ. და ის იყო ძალიან ძლიერი. ეხლა მე შეგეშერები ლევან მოსეს ჯული მე როგორ მესვისო. მოსეს ქონდა კვერთხი. საცა შეახედა ამ კვერცხს, კლდეს იქიდან წყალი გამოდიოდა. ხარა გამჩენო. მოსეს ჯული აში მდგომარეობსო, რასაც ხეს შეახებო იქიდან იგი ქმნილება იბადება. ასე რომ ეგ არის მოსეს ჯულება. ეგეთი ყოფილი პაპა. ეგეთი ხალხი. რასაც ხეს შეახებ, რო ყველაფერი ოქროთი ქცეოდა. ოტიაც, ნიკაც და პაპაჩემიც. ხო, აი ესე მოდია და აქ ჩემი ძმა, ბესიკი, ეხლა იქნებოდა 91 წლისა. ცოტა ადრე გარდამეცვალა. ისე რომ იქიდან მოდივართ, ცოტა ესე მოკლედ რო ვთქვათ რა. და კაცებს შეკითხები აქვს. ჩვენში არის და აი ეს გოგონა, ეს შვილიშვილია ჩემი. ესენი შვილიშვილები არიან ჩემი. სულ ის ჩემი შვილი არის, გოგო. ხო, ესენი შვილიშვილები არიან და ეს მე მგონი მომდევს. მარიამი ნოზაძე. მე მგონი მომდევს, კარგად ხატავს. თუ გაყვა ხატვა ერთი არის. და პროფესიად გაიხადო და თან თავი ირჩინო და თან შემოქმედებით იმუშაო, ეს კიდე სხვა არის, ხო? ჯერ 14 წლის არის. ეს არის ესე ჩემი შვილიშვილი არის, ეს 25 წელი, ეს გოგოს ხრიდან უკვე, ჩემი ათუკა ცოტა. და ესეთ კიდე ახლა დაწყებული მაქვს მისი საცული არის. დაწყებული მაქვს ვერ დავამთავრე ჯერ. კარგი, საბედნიეროდ დღესდღეობით კვლავ არის შემორჩენილი ისეთი მშობლები, რომლებიც ცდილობენ, რომ თავის ბავშვები მიაღოლონ იმ ძველ ტრადიციებს. საუბედუროდ არის ისეთი ოჯახებიც, რომელიც არ აინტერესებს. და ძალიან მე პირადად დაინტერესებული ვარ, რომ მაგალითად ჩემს შვილს აინტერესებს ხეზე კვეთა და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა იარაღები უნდა შეიძინოს, სად უნდა მივიდეს, როგორ უნდა მივიდეს, რა სფეროს უნდა მიმართოს, რომ ხეზე კვეთა ისწავლოს. მაგალითად ჩემს შვილს ახლა აინტერესებს ძერწვას, იძახის თუ ძერწვას, მე ვიცი რომ მას უნდა შეუძინო კარგი თიხა და ჭირდება მას ხატრული ნიჭი და თიხა. და ხეზე უფრო მიმაჩნია რომ უფრო რთული რაღაც იარაღებია საჭირო. და მასალაც, რა თქმა უნდა. თიხას ასე ერთი ისე მართლა მოთხრისადმე და მიიდან. ნუ პლასტელინს იყიდი ბოლო და ხე კიდე ხეც იმისთან უნდა შეარჩიო, რომ ხო, ჯერც უნდა შეარჩიო. ხმობა როგორ უნდა. ხო, ხმობა როგორ უნდა, შრობა როგორ უნდა და საჭრელათაც რო ბავშვისთვის იოლი იყოს, ეს ცაცხვია. საერთოდ ცაცხვი იჭრება, რა ძილითადად. ხო, ყველი რა თქმა უნდა. ცაცხვი იჭრება ძილითადად. თორემ მე უკვე წიფელი და კაკალი ძალიან რთული დასამუშავებელია. ცაცხვი მოკლება ძალიან იოლად. ხო, ეს ბავშვები. ხო, ჭრაშიც მოკლება და იმაში და მსუბუქი საჭრელი. თვითონ ხეც მსუბუქია, მადლიანია. ყველა ხე მადლიანია, მაგრამ სასწავლებლად და სამეცნიეროდ ისე რომ თვითონ მასალა ჭირს.
თვითონ მასალა აი რო ასწავლო ღმერთო გამახსენე რა ვქია ამ სასწავლებელს თუ მიმართულება უნდა ვისმის დღესდღეობით ერთი რაც მეგულება ვაიმე ღმერთო გამახსენე რა ვქია ამ სასწავლებელს იცით სად არის აქვია თემქაზე დაბლა ჩავდივართ თუკი რა ვქია მაგ გამზეს კაცო დადიანს ხო მეორე მხარეს გამგეობას რო ჩავდივართ ეთეს სოლომონის პროფილო იყო ეთეს სოლომონის პროფესორები იყო შეგნით რო არის ნაყოფიო კი ბატონო ნაყოფიო მაგრამ აქ ხეში აქ ნაჭრები თუ ხარ სახელი თუ გახსოვს რაღაცა ზზე არის ეხლა შეარქვეს აბათი მოგლესე ვკითხო მერი თუ გახსოვს იმ სასწავლებელს ანანოსის რომ მინდოდა რა ერქვა ზზე აღარ გახსოვს აღარ ჩერდა სამწუხაროდ ნუ ანუ არის სასწავლებელი არის და უფასოა თანაც სასწავლებელი არის ასწავლიანი კი ბატონო ძალიან ბევრი განხრები არის მადა და ხეც არის ვახ მერტო გამ თუ იცი ეგ ადგილი არა და თუ მართლა გაინტერესებს შვილიშვილს დროში მიხვდი აი კორპუსებს იქით არის რა გაჩერებაზე რო ჩავდივართ გამგეობიდან ამ გამგეობიდან მეორე მხარეს გზაზე რო გადავდივართ მაგას იძახი ალბათ დიდი შენ როგორ აკეთებენ ვიცი ანუ თაბაშირი ეხლა აქედან რაც შექმნა ამას წინ თაბაშირი ვერცხლის თუ პირდა ვიწყებ მუშაობას ამაზე არა ხეს ერთი რაღაცა არის იმაში არის კარგად რა ქვია მას პიპინიას კაცო ფილმი პიპინ ხო არჩულგავ პიპინერ ვასარს ხო იცი მე ძველი ციგნებიდან გასწავლე თუ მოტეხე აღარ შეაწევებ ეს თიხა არ არის ხო ეს მომენტი ყველა მასალას შემოგავაჟა შეკი კარგად იცი მაგრამ ვიცი რატომაც მეკითხები რომ ხალხს გაუზიარო თვითონ გეუბნება წაღანაცა თქვი თვითონ გეუბნება რა უნდა გააკეთო მოუფიქრებლად არა არ უნდა დაარტყა თუ დაარტყი მაკინაში რო არის მე ამისაგან გავაკეთებ ეს გეუბნება თვითონ შენ ჩანგა გააკეთება თვითონ გეუბნება დედას გეფიცები ხო Северная сияние из другого материала сделаем, да? Ой, круто. Если ай ეს ფაქტურად შეგვიძლია ASV-ს დავტოვოთ. ნახე? კი ბატონო. ჩათვალე რომ აი ხო მოსავალია უკვე შემოდგომაა. აი შემოსავალი. არ არის ზუსტად ხურძენია, გოგრა, მსხალია, მნიშვნელობა აღარ აქვს. თავარი შემოსავალი. ყველა გაქვს მე ინსტრუმენტი, ორი სამი ინსტრუმენტი მოიტანა. რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ სატეხები ქვია ამას. ეხლა შემოვიტანაში. ეხლა დიდ ინსტრუმენტებს აღარ შემოვიტან. რომ ჩათვალეთ რომ ეს პატარები რაც არის. ეს პატარები თუ გავადიდოთ უბრალოდ რა. კი ბატონო, კი ბატონო. ხო, ეს არის ხო, სატეხები. ეს არის სამკუთხედი. ეს არის ნუ პატარა სამუშაოზე. აქ ვერ იტყვი რომ აი 10 წლისამ უნდა იმუშაოს. ეხლა 70 წლისა ვარ და ამით იმუშაობ. ვერ იტყვი რა ხე, მაინც და მაინც პატარა ინსტრუმენტები თუნდა. სახვეწი? სახვეწი მე აქ არის. სახვეწი აქ არა. სახვეწი უფრო აი ესეა. აა, გავიგე, აღარ შემოდან გასული. ეს იარაღები იშოვება ჩვენთან. იშოვნება კი დღესდღეობით. აი ესეთებიც არის, თხელები არის, მაგრამ რგვალები და ესენი ცოტა რთული არის. ფაქტობრივად შალხიძეს ნახავს კაცი. რა მე იყოს, ახლა დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა გამოსული და იმაშიც რო შეხვიდე Google-შიც, იქაც იპოვნე და შეიძლება გამოიწერო კიდევაც. და ზომებიც უთხრა, მაგრამ არის ერთი მომენტი, თუ უნდა შეუდგე პროფესიულად უკვე ინსტრუმენტების გადაკეთება შენ თვითონ მოგიწევს. უკვე უნდა იცოდე კარგად ლესვაც, გადაჭრაც, რკინა გადაჭრა და მისა ის ფორმა, რა ფორმითაც უნდა შეხვიდე იმ სიღრმეში, არის აი ესეთები, აი რგვალები, როგორც აი მოღუნულებია რა. როგორ გითხრათ? აქ არა მაქვს. ესე წარმოგიდგენთ რომ აი რგვალი არის. აი ესეთი რგვალებიც არის, მაგრამ წარმოგიდგენთ რომ დიდიც არის. აი ამ ხელა უნდა იყოს. ეგრე ინსტრუმენტებს დავდლებთ შემოვიტან ძალიან დიდებია. პირველი ნამუშევარი
რა იყო თქვენი და ასაკში რომელ ასაკში იყავით? პირველი ნამუშევარი ხო გითხარი? ყველაზე ძვირფასი იქნებოდა. ეს იგი ჩემი ძმა 10 წლით იყო ჩემზე დიდი. 9 და რაღაც თვეებით, 10 წელი რა. და მე უკვე 10 წლის რო ვიყავი, ის 20 წლისა იყო და თოიზე ქონა უკვე დამთავრებული. ხო და უკვე ჭრიდა რა, ჩარხზე მუშაობდა. აკადემიაში იყო ცალკე კიდე ცეხი აკადემიაშიც რო ჩააბარა, იქ ცალკე ცეხიც იყო და მუშაობდნენ კონკრეტულად საზღვარგარეთზე. მარტო და ძირითადად გადიოდა იაპონიაში უფრო. და გადიოდა დოქები, ჭიქები, ჭინჭილები, სულ ესეთი რაღაცები და რო გაჩაღე ხა ჩარხზე რას მიმიშვიდა პატარებისა, მაგრამ პატარა ნამუშევრებს უკვე მაძლევდა ხოლმე და ესეთი სამკუთხედით ვიძახი და ჭიკ-ჭიკი დავარქვით რა. ესე ჩაჭრი ესე ჭიკ და იმას მანდობდა ხოლმე უკვე და პირველი ნამუშევრები ისე რომ ჩემ ნამუშევრები იაპონიაში იმატო პირველი ყველა დეტალ, ყველა ეს ნაკეთობას აქვს შენი ხელი. რა თქმა უნდა, ხო და მე უკვე მოდის ნიკოლაძეში ღმერთმა აცხონოს კიმი დაბადაძე, მოხანდაკე ძვირფასი ადამიანი, კაცობა გვასწავლა პირველ რიგში, მე ხატვა გვასწავლა, მე ქანდაკება და ხელში მუშაობა. ნიკოლაძის დამთავრების მერე მე უკვე აკადემიაში აღარ ჩამიბარებია, თუმცა ბიჭები მოვლენდნენ, მოდი ბარემ. ნუ აღარ ჩავთვალე საჭიროდ რა. და დღესაც აი შემიძლია დიდი სიამაყით დავთქვა, რომ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო მოხვედრა ნიკოლაძეში და იყო სწავლა უმაღლეს დონეზე იყო. ძალიან მაგარი სწავლა იყო. ესე იგი მერვე კლასიდან მივდიოდი იქა, მაგრამ სწავლა იყო დილას რო იწყებოდა 9 საათზე 9:30-ზე 4 საათამდე იქ ვიყავით. იმიტომ რომ გაკვეთილებით შედიოდა ახლა სკოლის პროგრამას უნდა დაგეთავრებინა და ხატვა, ქანდაკება და ძერწვა და ხეზეჭრა ეს ცალკე იყო. მასალას გვაწვდიდნენ დალოცვილიშვილის ჩარხი ქონდა. ყველაფერი ქონდა დედას გეფიცები რა. ხის მეტყველება და ხის მეტყველება არის ძალიან ახლოს ერთად. შენ ახლა ხის მეტყველი ადამიანი და მე მინდა ზეგი. ახალ რაღაცას რო არ დამაბრალოს ხოლმე აბა ისე ხო არის. მე მინდა ხის მეტყველებიდან გადავიდე ხის მეტყველებაზე. აი როგორც აი ამ ინსტრუმენტებით ხდება ამ ხის დახვეწა. დიახ ბატონო. როგორ ხდება ადამიანის დახვეწა? ეს სიტყვა უნდა გაჩუქო როგორც ახლა შენ მაჩუქე. ეს ნამუშევარი ანუ ამ ნამუშევარს ქვია იესოს მოციქული და საკეთ ჩვენ უნდა დავარქვათ რა არის რა სიტყვა უნდა გაჩუქო? ეს არის ლევან გეხვეწები. ანუ გეხვეწები ნიშნავს ორ რაღაცას რომ წყალი დამარიინე გეხვეწები ამას ნიშნავს გთხოვ და მეორე გეხვეწები ნიშნავს იმას რომ ზეგი მე მაგით რომ რამე გთხოვები ვიხვეწები ჩემი ხრება თავდაბალი ხდები სული იხვეწება შენიც და ჩემიც ანუ ჩვენი დახვეწა ხდება ამით კი არა აი ამ შეშემოგე გაიხარე არის სიტყვა რომ შენ გარჩევა არ აქვს მე მგონი არასდროს ხო რა რაც მე ამ ადამიანს ვიცნობ სულ ფიქრობ ხოლმე ყოველ სიტყვაზე რაღაცა რომ გამახსენდება ხო ხარ წახვალ ფიქრებში და აი ამ სიტყვისგან რისი აგება შეიძლება მე ახლა ხმამაღლებას ვერც ვიტყვი იმიტომ რომ ის ჩემთვის ფიქრობდა ეს ხმამაღლა ფიქრობს და თან სუიმას ფიქრობს ეს თუ მიხვდა მე რატო ვერ ახვდები არა ხოლ კიდით ხურო ჩემსავე გაკეთებულს ხის მეტყველი შევაქვით ჩემს გაკეთებულს მე თვითონ რომ სახელს ვერ ვარქვევდა მოვა და შეარქვე შეხედა თუ არა სახელი შეარქვა და მე უწყარი ნათლია შენახარ ძმო თორე ხო გითხარი ახლა აი ამას ვიჯეგი და უბრალოდ გრიხავდი რა და გამოვიდა ეს რა ვიცი ნუ გამოვიდა ეს დიდით ჩათვლის ეს ველოსიპედი იყო ხო თანასო ძალიან ცდილობდი რომ ეს ბორბა ეს ტრიალებდეს და ალას ეს ბორბა სულ არ აინტერესებს ეს რა ტრიალებს დაღალული მზე ისა მეც რო შევხედე ბოდიში და ზენმეტად ჩავთვალე ანუ მეც ზედა ვინახე უფრო გაგახარა გამჩენო თუ დაინახე მაგრამ მე ხო არ ამქონდა ეს ჩაფიქრებული არც მზე მიფიქრია და არც რომ ტარიელი აწובה ზესო
მიეხმაროს ანათოს, ხო? კარგი. ბოლო რაც უნდა ვთქვათ, ჩვენ ღმერთმა დიდხან გვაყოფოს 100 წლის მერე აღარ ვიქნებით და თქვენი ნამუშევარი დარჩება. მართალი. და ეს იქნება უკვდავი. საუკუნეები გაივლის, მრავალი წყალი ჩაივლის და უნდა დარჩეს არა მარტო თქვენი ნამუშევარი, არამედ ხელოვნები, ხელოვანი ადამიანები და აი იმ იმედია ბევრი ის მომავალი თაობა ჩვენ გადაცემას უღურებს. ბოლო სიტყვას რას ეტყვი იმ მომავალ თაობას რა არის ამისთვის აუცილებელი? სიყვარული პირველ რიგში არის და შემდეგი თქვენ დაამატეთ. როგორც იტყვიან იმ თავიდან ნავთავამდის როცა ზარბაზები ქუხან მუზები ზდუმან არა მშვიდობა აუცილებლად უფლისადებელი არავის არ დავიწყებოდეს და ნორავი ნუიფიქრეს რომ მან შექმნა რამე უფლისნების გარეშე არაფერი არ კეთდება და ყოველთვის უნდა ეფიქრო ის რომ არ შეჭერდე რაც იმ დღეს შეგიძლია გააკეთო ხვალისთვის ნუ გადასდებ ეს ჩემი ბრძნული სიტყვები არ არის ეს მოდის რა თქმა უნდა რამდენი ხანია მე ვერ გეტყვი რომ არ იქა მე თავგადადებული დიდი მშრომელი ვარ თუმცა მშრომელი ვარ არა ვარ რას ვეტყვი რომ ნიჭი ჩემს ერს არ აკლია არასოდეს თეღანაც გითხარით ეხლა კი ჩემი შვილი ხატავს მეორე სპორტსაწვება ჯერჯერობით ჩემი ანანო ნუ თავისი იდეები აქვს თუმცა ბწყინვალედ ხატავს მაგრამ შეაჩერა არის შემდეგ როგორ წავა არის ეს პერიოდები რომ შეწყვიტავ მე ისე ვიწყებ არიან ესეთი ბწყინვალე მხატვრები რომლებიც 40 წლის მერე დაიწყეს ხატვა და გენიოსები გახდნენ ხო და ჩემ გოგოსაც ამას ვეუბნები პაპა ცოდნა აუცილებელი არის ხატვა ერთი არის აზროვნება მეორე არის შენი აზრი თუ არ ჩადე იმას უკვე ხატვა ყველა ისწავლის აბსოლუტურად მაგრამ აზროვნებას უკვე სხვა გაქანება უნდა მე გამიხარდება რომ შვილი ჯობდეს მამასა თავისთავად ცხადია ნიჭიერი უნიჭიერესი ახალგაზრდები ყავს მოდიან მიხარია ხოლმე ყავს მეგობრები ვისაც სტუდიები აქვს გახსნილი და არ ვიცი მოკლედ აგე ფოჩი რო გითხარით წეღან ამერანკოპრავას წითელი აივანი ქვია თუ მოხდებით ფოჩი აუცილებლად შეიარეთ უკვე მუზეუმად ჩამოაყალიბა თავისი სახლის სახელოსნოს და სხვა მეგობრებს აქვს თბილისშიც ძალიან ბევრი ბავშვები დადიან უნიჭიერესები არიან მაგრამ ყველა შეიძლება მხატვარი არ გამოვიდეს როგორც სპორტში ყველა მოჭიდავე ვერ გამოაყოლა ფეხბურთელი მაგრამ შინაარსი იმისი იცის გენას ლექსის თქოლები პირველ სასახლეის ვეძახით მაშინ ჩემი აგი ათო გადამყავდა ხომ იქა ბავშვი რო იყო ჯერ არ უნდა და მე ლექსის თქواز არ არის დღეს არც სახიობი არც ეს არის სხვა სამუშაოზე მაგრამ შეგძნება ამ სილამაზისა ლექსის წარმოთქმისა მოსმენის კულტურა აქვს ხედვა აქვს ასევე ხატვაში კონკრეტულად ახლა ამაზე ვისაუბროთ სხვა თუ არაფერი ხედვა გექნება როგორ უნდა შეხედო ნამუშევარს როგორც მაგალითად აგე ჩვენი ვაჟა უყურებს შემოვა შეხედავს და შენს სხვა რამე გაქვს ჩაფიქრებული და იმის არამეს მოგიყვება გადაფიქრებს შენს მე სახელებს ფაქტურად არ ვარქვა ნამუშევარს იშვიათად რომ დავარქვა შეიძლება ესეთი რა ზედაპირული ეხლა აი მაგალითად აი ნამუშევარს თქვენს უკარო არის მზე არის მოკვდა მეფე გაუმორჯოს მეფეს აქეთ არის გვირგვინი ეს ფაქტურად მაგრამ სამების იმით ხდება ხო ძალით ეს ყველაფერი ისაც ეს ხელები მაგალითად შესუგან არის
მინდოდა გადმომეცა ის სწორედ ამის თქმა მინდა რომ რაღაცა ფერწერული სიკითკენ მიმყავდა ხოლმე ბიძაჩემს და ეგარგა ცხენები წეულ მითხარ ახალ სოფელი მე წავედით ორი ცხენი ყავთ დედალ მამალი ხო და წავედით გაუშვებო ხოლმე ხო მინდოში და ერთი კვირა შეიძლება თოლამიცით და წავედით ცხენები და დაგვიბინდა რა რო დაგვიბინდა და რას აღვიძეთ შორიდან უკა ხედავ როგორ არის ჩაბინდული აი ცხენების კარგად არა ჩანს თითქოს აი ისეა რა და აი ბინდბუჩი სამნი არიან უკვე მამა დედა და კუცი გააჩინეს სამშობიაროში იყვნენ რა მოკლედ ხო თავიანთებურად ალბათ იქ იყვნენ და რა სახელი უნდა დავარქვა რა დედაშვილი ბატონო ვაჟა იტყვის ხო იტყვის ალბათ უკვე იქნება რაღაც მომიკრებული მოკლედ უსურებ იშრომო და ბევრი ისწავლო წაკითხulis სწორად აზრის გამოტანა ისწავლო და კილოზე გადატანა თუ მასალაში მეგონა ძალიან კონკრეტული ვარ მეგონა ეგრეჯვები დავამთავროთ ვაჟა ბატონო აუცილებლად ორ სიტყვას მე ვიტყვი მე საგანგებოდ კითხე ქალებსო რატო არის რომ სანთელი იზომება არა ცალობით არამედ ფეხი ხალხი უნდა დაუშვათ დაინთოს სამი ფეხის სანთელი ეს არ ვიცოდი ასაკის კაცი ვარ და აი ახლა წელს 21 სექტემბერს მაღალსკაში დავესწარი ხატობას და იქ დაამაგრა ხევისბერმა სიბქვაზე ფეხით ანუ დასვა კელაპტარი და მე მითხარ აი ვაჟა შენ სიტყვები გიყვარსო იმიტომ ქვია ამასო ფეხიო რომ უნდა მიაკრა კი არა უნდა დაადგას როგორც პიონერმა ფეხზე იდგას ამიტომ ქვია სანთელს ერთი ფეხი და ორი ფეხის სანთელიო ახლა ვიკითხე რატო არის 60 ხელი ანუ ერთი ხელი 60 აი რასაც ქალი გადაიფენდა ერთ ხელზე აი იქ იყო ერთი ხელი 60 სულ რა უნდა ყოფილიყო განა ეს იყო მისიავლადიდება ერთი ხელი 60 აი ამ ერთ ხელს 60 იცოდა სულ ეს იყო მისი ყველაფერი სად იყო გამოსაცვლელი გარდერობი ამიტომ ამას ეთყოდა მშვიდობაში ანუ მანამ სანამ ეს ერთი ხელი 60-ზე გაცნობოდა ეს იგი უსულებდი მშვიდობით გაეცდები არ იყო მშვიდობა ამიტომ ეგეთი დრო გავატაეთ ჩვენ ამიტომ ჭესმაიტად მშვიდობა უსურვებთ ჩვენ თაობას რაც შეეხება ამ დაუცველ ცხენებს და ამის გავასრულებ ნიკოლას აღონს ვაპირებთ ჩვენ შავში ჩავატოვოთ რა ნიკოლას აი ამ ნახატებში ყველაზე შთამბეჭდავი თვალები იგი ჟირაფია თუ ლომია თუ არწივია თუ ისეთი თვალები გიყვარს როგორც ადამიანს შემოუხედია და ეხლა ხო ჩამქრალია ეს თვალები ხო ეხლა მითხარი რომ ეს ადამიანური მზერა არ არის ამიტომ თუკი ამ შემოქმედებაში რაიმე არის ისეთი რასაც უნდა სახელი დაერქვას ამ ცხენების არ იყოს მზერა იმზირებიან ყველა ნახატიდან იმზირებიან ამ თავარია ეს მზერა დაინახო ადამიანმა რა ეს არის ღვთაებრივი მზერა ანუ შემოქმედაც უნდა ქონდეს ეს მზერა და ნახვესაც უნდა ქონდეს ეს ღვთაებრივი მზერა რომ ჩანაფიქრი ამოიცნოს ეს ერთი მზერა და სვენ ამოგიშავოთ ღმერთად გლოცავს გაიხარეთ ვაჟა მანგოშვილი თემური ჩინჩალაძე ლევან ნოზაძე გემშვიდობებით გაიხარეთ მოვალ შეხვედრამდე გაიხარეთ დიდი მადლობა ბატონ ვაჟასთან და თემურისტან რა თქმა უნდა